გამარჯობათ, მოდით ზანგეზურის კორიდორზე გეტყვით, თუ რატომ გაკეთდა ის ისეთი როგორც ტრამპმა მოინდომა. მან ძირითადი мотивация იყო, რომ ამერიკული სადაზვერო ქვედანაყოფი ყოფილიყო მაგ ტერიტორიაზე, რომელიც დაუკვირდებოდა უპირველეს ყოვლისა ირანს და სომხეთს. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებმა საფრანგეთის ამბიციები შეზღუდა, რაც შეეხება ტვირთის გადინებას, რომ დაუკვირდეთ მაგ მარშრუტს აზერბაიჯანიდან, ანუ კასპიის ზღვიდან ყარსამდე და ყარსამდე საქართველოს გავლით და კასპიის ზღვიდან ყარსამდე ზანგეზურის გავლით თითქმის ერთი და იგივე კილომეტრაჟია, ანუ რაღაც დიდ კონკურენციას არ გაუწევს ეგ საქართველოს გზას. მან რასაკვირველია, მან ტვირთები გატარდება, ოღონდ ეგ მოემსახურება სწორედ იმ ხალხის დამაგრებას, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატები მან ჩააყენებს, ასე ვთქვათ. ანუ ხარცა ანაზღაურებენ რა, ну მოგება არ იქნება ისეთი დიდი. ძირითადი ტვირთები გაივლის საქართველოზე, იმიტომ რომ საქართველოს აქვს კიდე ერთი პლუსი, ეს არის შავი ზღვა და შავი ზღვის პორტები. ამიტომ თუ იქედან არის მხოლოდ ერთი გზა თურქეთში, აქედან არის ორი გზა, ერთი თურქეთში და ერთი შავ ზღვაზე. ასევე საქართველოს უნდა განავითაროს ინფრასტრუქტურა და სასტუმროები თუ სხვა გასართობი დიდი ცენტრები, სადაც შეძლებენ ეს მძღოლები, რომლებიც წამოვლენ კასპიის ზღვიდან და ტვირთები, რომლებიც წამოვლენ კასპიის ზღვიდან, რომ საქართველოში გააკეთონ შუალედური, ასე ვთქვათ, შეჩერება, რომ რაღაც გარკვეული თანხის გარკვეული ნაწილი დაიხარჯოს საქართველოში. გამოიწერეთ და გააზიარეთ არხი, გააკეთეთ დონაცია, ხელი შეუწყოთ არხის განვითარებას. დამეკბირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება.